Migration is more than movement. It's a journey of hope, fear, distance, and returning. Today, we open a window into a real journeys. Stories of people who left and people who found their way back. Not to make you sad, but to show how deeply change can shape a person. This is a story of leaving home, living far from it, and the feeling of coming back to a place that has changed. Or maybe you have changed for. Every story begins with a first step. For some, that step leads across borders. For others, it leads back home. მიზეზი ემიგრაციის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იყო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს ერთი და მეორე ვფიქრობდით და მაშინ ასე მიგვეჩნდა, რომ ისრაელში წასვლა ჩემი შვილებისთვის უკეთეს მომავალს, უკეთეს საგანმანათლებლო გარემოს და წარმატებულ ცხოვრებას ნიშნავდა. ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ მთელი ოჯახი ერთად მივემგზავრებოდით. მე, მეუღლე, შვილები, მეუღლის მშობლები, შესაბამისად არ მივდიოდი მარტო, არ მივდიოდი უცხო გარემოში, რადგან იქ ძალიან დიდი ოჯახი მელოდებოდა, ნათესაობა ჩემი მეუღლის და შესაბამისად ის მოლოდინი, რომ უცხო ქვეყანაში საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს დავუყენებდი და საინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს მოლოდინი ძალიან დიდი იყო. და შესაბამისად ჩვენი გამგზავრებაც იყო ძალიან შემართებით, ხალისიანად და დიდი იმედებით ახსავს. Სიმართლე ვთქვა, ჩემთვის ძალიან შერეულ ემოციებთან ასოცირდება წასვლა ისრაელში. 7 წლის ვიყავი და კარგად ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. თან მეშინოდა ძველი მეგობრების, ადგილების, გარემოს დატოვება, თან თითქოს მიხაროდა ახალ გარემოში წასვლა, ახალი მეგობრების გაჩენა, შორეული ნათესავების გაცნობა, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სეირნობა, ახალი გამოცდილებები იყო ჩემთვის. როდესაც ისრაელში წასვლა გადავწყვიტეთ, ძალიან გამიხარდა. ცნობის მოყვარეობით ვიყავი ახსავსე, მაინტერესებდა უცხო ქვეყნის, უცხო კულტურის, უცხო რელიგიის შეცნობა. თუმცა გაფრენის დღე, როდესაც მოვიდა, უფრო უარყოფითმა ემოციებმა მომიცვა, ვინაიდან არ ვიცოდი, როდის დავბრუნდებოდი სამშობლოში და ჩემს საყვარელ ადამიანებს კიდევ ერთხელ როდის ვიხილავდი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით ვიყავით წასულები, ემიგრაციაში ყველაზე მეტად გენადრება საქართველო. გარედან უფრო კარგად ხედავ, უფრო მეტად შეიგრძნობ შენ ქვეყანას და შესაბამისად უფრო მეტად აფასებ იმას, რაც გქონდა. და ეს არ არის მხოლოდ მატერიალური ფორმა, ეს არის სულიერი კავშირი შენს ქვეყანასთან. და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ემიგრირებულები არიან ქართველები, შექმნილი აქვთ ეგრეთ წოდებული მინი საქართველო, მაინც მუდმივად გაქვს დანაკლისი შენი ქვეყნის ურთიერთობების, სიყვარულის, შენი ჰაერის, გარემოსი და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად გენადრება საქართველო. თავიდან როცა ჩავედით, ძალიან ხიარულება იყო. ნათესავები გავიცანით, ახალი ადგილები ვნახეთ, დავათვალიერეთ. მაგრამ შემდეგ სკოლაში როდესაც მივედი, მაშინ დაიწყო სირთულეები. ბავშვები როდესაც გავიცანი, არ ვიცოდი ენა, განსხვავებული კულტურა გქონდა, რელიგია და ასევე ძალიან მენატრებოდა საქართველო. ამიტომაც ცოტა გართულდა ჩემი იქ ცხოვრება. ისრაელში ჩასვლის პირველი ერთი თვე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. გავიცანი ბევრი შორეული ნათესავი. ვნახე განსხვავებული კულტურის და განსხვავებული რელიგიის მქონე ხალხი. ასევე ვნახე განსხვავებული კლიმატი, განსხვავებული ბუნება, განსხვავებული სამზარეულო, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ახალი გამოწვევა იყო. თუმცა ერთი თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც სკოლაში მივედი, ნოსტალგიამ უკვე თავი იჩინა. ძალიან რთული იყო ჩემთვის უცხო ხალხთან, უცხო ენაზე ინტერაქცია და ურთიერთობა. სწავლაზე რომ აღარაფერი აღარ ვთქვა. გულწრფელად რო ვთქვა, ქვეყანაში სასიკეთოდ შეცვლილი არ მახსენდება რაიმე დამხვედროდა, თუმცა ალბათ ჩემი შეხედულებები არის უფრო მეტად შეცვლილი.
ქვეყნის მიმართაც, ხალხთან მიმართებაშიც და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დავაფასე ჩემი ქვეყანა, უფრო მეტად დავუახლოვდი მიუხედავად სიშორისა და დავუბრუნდი დიდი სიხარულით. და ვფიქრობ, რომ ეს არის ადგილი, სადაც უნდა ვიცხოვრო ყოველთვის. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თითქოს ის ჩემი თვეების ოცნება ახდა. დავუბრუნდი სამშობლოში, ვნახე ნათესავები, ბიძაშვილები, ისევ დავუბრუნდი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ რაღაც მაინც შეცვლილი იყო. ჩემი დამოკიდებულება და ემოცია სამშობლოს მიმართ. თითქოს უფრო მეტ სიყვარულს და პატივისცემას გრძნობდი ჩემი მიწის მიმართ. საქართველოში ჩამოსვლამ ძალიან გამაბედნიერა. მივხვდი, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ცხოვრება მსურს. თუმცა ისრაელისადმი კვლავ დადებითი დამოკიდებულება მოხდა და იქ გატარებული ნებისმიერი პერიოდი მაინც კარგად მახსენდება და ახლაც სიამოვნებას მანიჭებს იქ ჩასვლა და დასვენება. თუმცა საქართველო არის ჩემი სამშობლო, სადაც მინდა რომ ვიცხოვრო. Between living and returning, something in us shifts. Every story told here is different, but each one carries the same truth. Change does not just happen around us, it happens inside us. The journeys we heard today aren't just about distance. They are about courage, searching, growing, and seeing home with new eyes. Migration shapes people, not into who they were, but into who they can become. These stories show us that home is not just a place on a map. It can be a home beyond borders.